10 ფაზლი სანამ შენი მოწინააღმდეგე დინამო არენას წრეს და არტყავს. ვინც პირველი შეასრულებს დავალებას, სეტანტასგან მიიღებს 3 თვიან გამოწერას. მზად ხართ? კი. მაშინ დავიწყოთ. 3, 2, 1. წავიდა გიორგი წრეზე და ნიკამ დაიწყო ფაზლის აწყობა. ვის ხედავ ისე სურათზე? კვარას. უკვე დავიღალე, მაგრამ ეგ არაფერი. ხვიჩა აწყო უკვე, ხვიჩა სახეზე ჩანს. ძალიან მაინტერესებს ახლა გიორგი და ჩვენი ოპერატორი როგორ არის კიდე. ცოტა დამჭა. ორი რა ხილა. მიყვარდა ფაზლების აწყობა ბავშვობაში. დიდად არა. ცოტა შევიზენოთ მაინც ვერ რაღაც ოფისმალი. არ გამოდგა მარტივი ფაზლის აწყობა, რო ვაკვირდები. სულად ვარ უკვე. გიორგი მგონია რომ ესეა უკვე. ძაზელია. კაბლი მე უნდა ამეწყო. ორი დიდი ნაწილი თითქმის აწყობილი იქნება, ხო? ხო, ამოსულოთ უკვე. ო, დავხედავ. ნახე გიორგი გამოჩნდა, მოდი ბოლო ნაბიჯებს გიორგი საერთოდ გავიგე. როგორი იყო, რას გძნობ? დავიღალე, მოკლდი აღარში. გაიმარჯვა, იცი? აი, აქამდე შეძლო ნიკამ აწყობა ფაზლის, ბევრი აკდა კიდე ბევრი. კიდე ერთ წრესაც მოასწრებდა. ხო არ წახვალ ერთ წრესაც? არა. გილოცავ დაგიფასდა შრომა, სირბილი და მიიღე 3 თვიანი გამოწერა სეტანტასგან. მერდოა. შენ სადაკტოთ გულდაწყვეტილს და განმოხდეს ნატახტარის. შენ სადაკტოთ გულდაწყვეტილს და დაგიფასდეთ შენ შრომას 1 თვიანი გამოწერა სეტანტასგან შენ. რას ვიქოთ ისე ბიჭებო, ხვიჩა გაიტანს ფინალში გოლს. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. რა თქმა უნდა. დიდი იმედი მაქვს, რომ გაიგო. უყურეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 31 მაისს სეტანტასპორტ.com-ზე.